მოგესალმებით თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube არხზე და უყურებთ მორიგი ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ. საქართველოს ეროვნული ნაკრების წლის ბოლო მატჩი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ვიყვებით ჩვენს უკან. ბულგარეთის სიმბოლო ლომები და მათი დროშა. მანამ სანამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას გთხოვთ გამოიწეროთ GeoTeam-ის YouTube არხი, აქ subscribe კილაკს დააჭირეთ. მოიწონეთ ეს ვიდეო და ჩაუჯექით. ბულგარეთის საქართველოს GeoTeam-ის YouTube არხზე. წავედით. მერაც მინახავს ბულგარეთი არის ერთ-ერთი ყველაზე პოსტსაბჭოური ევროკავშირის ქვეყანა. რო დავდივარ დილით რო ქუჩაში გამოვდივარ, მგონია რომ ვერ ვუძრავ თავს რომ რაღაც ცენტრალურ ევროპაში ვარ და რაც შეეხება თვითონ აქაური ფანების დამოკიდებულებას ეროვნული ნაკრების მიმართ ბევრს საუბრე და უთქვეს რომ იმდენად არ აინტერესებთ რა ეროვნული ნაკრები როგორც მაგალითად ჩვენთან არის საკლუბო ფეხბურთს ძალიან ბევრი ფანები ყავს დადიან კიდევაც თამაშებზე რადგანაც ვერ უწევთ ეროვნული ნაკრების თამაში 53000-იანი სტადიონს ვერ ავსებენ დღეს შესაძლოა ეს არ არის მნიშვნელოვანი თამაში სატურნირო თვალსაზრისით თუმცა მაშინ როცა პირველ ტურს თურქეთს ხდოდნენ სავსე არ იყო სტადიონი შესაბამისად ეს არის განსხვავება ბულგარულ და ქართულ ფეხბურთს შორის საკმაოდ კარგი საკლუბო ჩემპიონატი აქვს. როგორც მაგალითად და შიდა ჩემპიონატშიც ძალიან მაღალი ხალისხის თამაშები, დაძაბული თამაშები. რაც გვინდა საქართველოს ჩემპიონატშიც ვიხილოთ. და თუ ამას ვიხილავთ, კიდევ უფრო მაღალ საფეხურზეა ჩვენი ნაკრები ჩემი აზრით. მოკლედ მეგობრებო, სანამ წავალ სტადიონზე, მაგრამ სანამ უკვე თამაშის პროცესი დაიწყება და იქ ვნახავთ რა მოხდება, მინდა დავანონსო რომ ეს ვიდეო როცა დაიდება, საერთოდ დაიდება დღეს არის 18, ვიდეო დაიდება 19-ში და 20-ში დაიდება კიდე ერთი ვიდეო. წინასწარ ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, მე მეორე დღესაც რომ იცოდეთ რომ ახალი ვიდეო დაიდება, განხილვა ის რის თქმაც მინდა ნაკრების შესახებ და ნაკრების ამ ციკლის შესახებ, რომელიც უკვე დასრულებული იქნება, როცა ამ ვიდეოს უყურებთ. ასე რომ ეს ვიდეო მოიწონეთ და გვიტოვეთ აქ კომენტარები რომ მე ხოლაც ახალი ვიდეო არ გამოგრჩეთ და ჩვენთან ერთად როგორც ყოველთვის ყველგან არის ჩვენი გენერალური მხარდამჭერი აბეღლავ რომელიც როგორც ყოველთვის ძალიან მიყვარს
ვიცი სასტარტო შემადგენლობით დღევანდელი მაჩისთვის სადაც 3 ცვლილებაა წინაშე ხრდასთან განსხვავებით ტრავმის გამო ნაკრებს გამოაყდა საბა გოგლიჩიძე და გურამ კაში აბრუნდება ჩვენი კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში ასევე დისკვალიფიცირებული გიორგი გოჩორაშვილი ბრუნდება სასტარტო შემადგენლობაში და გიორგი ციტაიშვილი იქნება ძირითად ერთადერთი რომლებიც შეცვლიან ვლადიმერ მამუჩაშვილს, იური ტაბატაძეს და საბა გოგლიჩიძეს ჩვენს უკან არიან უკვე ბიჭები, ისინი ხურდებიან და თამაშს აწყობენ და 1 საათზე ნაკლებია დარჩენილი. Моля, помнете, че в футбола място за расизъм няма. Good evening, ladies and gentlemen. Welcome to the Василевски National Stadium in Sofia for the World Cup qualifying match between за Грузия. Номер 1 Георги Мамардашвили, номер 4 Горан Кашия, капитан, номер 6 Георги Коджорашвили, номер 7 Квичек. გოლი დაწინაურდა ბულგარეთის ნაკრები. 10-та минута на матча. 1-0 за България. Голмайстор номер 7 Георги Русев. პირველი შანსი გაშვებული გოლის შემდეგ 18 წუთზე ჰქონდა ბულგარელების შესწავლით ხუჩა მიიღო ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან, თუმცა ჩვენი შვიდიანის დარტყმით წიედით 13 მეტოქის გარს. ჯერჯერობით კანში დარტყმა არ გვაქვს. 19 წუთი დაიწყო. მეოთხე წუთზე გოლი მოსვაგებთ. დაცვაში კლავსაში ძინება ხდება დაცვაში. Втори гол за България. Голмайстор номер 14 Филип Кръстев. დაცვაში ხდება სრული საშინელება. ისე ძროда ხაზერშოვის ბურთი 29 წუთზე პირველი წვლილება. Анзор Меквабишвили, на терена с номер 11 Георги Филитая. Substitution for Georgian team. Player with number 15, Anzor Mekvabishvili, will be replaced by player with number... ზოგადად როცა მწვრთნელი პირველ ტაიმში აკეთებს ცვლილებას, არაიძულებით ეს მიუთევს იმაზე, რომ შოკია სულ მოედანზე და თუნდაც ხდება, რომ მოედანზე ამ წამს საქართველოს ნაკრები შოკირებულ მდგომარეობაშია, 21 და 2 ხმას ვაგებ, ისე რომ მომენტი არ გქონია.
ანგარიშის შემცირების პირველი შანსი ჰქონდა 37 წუთზე. თქვენ წახეთ გულამკაშიას სანტიმეტრები დააგდა კარგად ორ დაუხვდა მუცფეხურიდან რომ 2-1 გაგვეხადა ანგარიში. არ ვიცი რა გავიმეორე ნაკრები ამ უცარი შოქში მართლა არ ვიცი რა ვთამაშო. პირველი ტაიმი დასრულებულია სრული კატასტროფა სოფიაში. ერთი გუნდი თამაშობს და ეს ბულგარეთია. მეგობრებო, შეგასაძეთ რომ ჩვენი არხის წამდგენია კომპანია აჭარაბეთია, მადლობას უხდით მათ ჩვენი გვერდში დგომისთვის და რა შეეხება პირველ ტაიმს ამ თამაშს და ზოგადად ამ წლის საქართველოს ნაკრების გამოსვლას და პერფორმანსს ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე განვიხილავ ხვალინდელ ვიდეოში, ამიტომ გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო და ხვალინდელ ვიდეოს დავალოთ სადაც კომენტარებში, ახაც დაგვიწერეთ კომენტარები, თუმცა ასევე დამიწერეთ კომენტარებში რა თემებზე გსურთ რომ ვისაუბრო. დამიწერეთ კომენტარებში, აი ხვალინდელ ვიდეოში რაც დაიდება. მადლობა და ნახოთ მეორე ტაიმში რა გველოდება. მეორე ტაიმის პირველი მომენტი ჩვენ ჰქონდა თუმცაიას აუღო ბულგარეთთან. განზის ბულგარეთი და კონფედერაციულ თამაშებას, თუმცა ისეთი ანგარიშია რატომაც არა. მაჩის 99 წუთზე გავიტანეთ ერთი გოლი ძალიან ცოტა. 5 minutes additional time, 5 minutes. წუთია მაჩზე დამატებული 99 წუთზე 2-1 გახადა, თუმცა როარი ძალიან ცოტა 5 წუთი. Maçı დასრულებულია 2-1 წავაგეთ. წელით სამწუხაროდ წაგებით დავასრულეთ. წავუჩით ხა მიქსონაში ფეხბურთელებს გავესაუბროთ. ნახოთ რას გვეცია. თამაში შეფასებაზე ხშირი პირველი ემოცია რა არის, რას გწამს და რა გინდა რომ ქართულ გულშემატკივარს უთხრა ესეთ თამაშის შემდეგ. ხო, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, ყველა სხვანაირი მოლოდინები ჰქონდა, გვინდოდა რომ ეს ციკლი ესე ვთქვათ, მოგები დაგვისრულებინა, მაგრამ სამწუხაროა რომ არ გამოვიდა ეს. რა შემიძლია გულშემატკივარს უთხრა რომ რაღაც პატარა ჩავარდნა ჰქონდა თვითონ გუნდს და ყველა ეხლა გვჭირდება ყველაზე მეტად გვერდში დგომა. ჩემი აზრით რომ ეს პატარა ჩავარდნა რაც გვაქვს მალე გადავლახოთ და მე მჯერ ამ გუნდის მჯერა ყველა ფეხბურთელის და ზოგადად გუნდის სტაფის და შეგვიძლია რომ ისევ იმ დონეზე დავბრუნდეთ სადაც ვიყავით და იმაზე უკეთესად შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი. ფაქტია რომ მოიძანს თქოს გაგება ერთმანეთის ფეხბურთელების საფეხბურთო დონეზე არის მის რა შეიძლება აი რა არის ამის მიზეზი თქოს რაღაცა ქემისტრი საფეხბურთო ქიმია დაკარგულია ფეხბურთელებს შორის.
არ ვიცი ესე ზუსტად რის გამო შეიძლება ის ცვლილებები რაც ხდება ნაკრებში ახალი ფეხბურთელები მოდიან და ალბათ მაინც დრო გჭირდება მეც პირადად ალბათ დრო ჭირდება ყველას რომ შევთამაშდეთ ეს ცვლილება ნორმალურია ევროპის ჩემპიონატის მერე ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიდა და ჩემი აზრით რაღაცა პერიოდი გჭირდება რომ ეს ყველამ ერთად გადავლახოთ ეს პერიოდი მოკლედ და შევთამაშდეთ უფრო კარგად გულის მატჩის მერე გასახდელში რა იყო რთულია საუბარი ზოგადად, მაგრამ ალბათ ჩემი აზრით ყველამ ჩვენ თავში უნდა ჩავიხედოთ და ვეძებოთ ის მიზეზები, რის გამო ხდება ეს ყოველივე და მჯერა რომ უკვე სამხანაგური თამაშებიდან შემდეგ წელსაც დაიწყება, დავიწყებთ ამ შეცდომების გამოსწორებას და სექტემბრის თამაშებისთვის უკვე მზად შევხვდებით ყველაფერს. მესმის სასაუბროთ, მაგრამ ბოლო კითხვა გვერდიდანაც უყურებდი უკვე შიდა სამზარეულოს კარგად იცი და ამ ნაკრების სრულფასოვანი წევრი ხარ. როგორ ფიქრობ, რა დაკარგა ნაკრები? თავად ალბათ ესე მაგაზე ლაპარაკი რა დაკარგა რთულია ვთქვათ, მაგრამ ალბათ იმ ევროპის ჩემპიონატის მერე ის რაღაცეები რაც ქონდა ევროპის ჩემპიონატზე ცოტა არ იყოს გაქრა და შეიძლება ეგეც იყოს მიზეზი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ ყველა გუნდში მომუშავე პერსონალიდან დაწყებული და თვითონ ფეხბურთელებიდან რა თქმა უნდა ჯერა მიიმედება ამ ბიჭების და დარწმუნებული ვარ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას რომ ყველა ერთად უნდა დავუდგეთ ამ მომენტში, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ეხა ეს გჭირდება და ყველაფერი მალე დასრულდება. ერთი წლის წინ ალბანეთთან სახლში წაგებული თამაშის შემდეგ თქოს ყველა შემდეგი თამაში მარტის თამაშობს თუ არ ჩავთვლით ჩვენი ნაკრებისთვის ყო უკან გადადგული ნაბიჯი თავად ხშირად საუბრობს რომ ფეხბურთელები ვერ გამოვიდნენ იმ ეიფორიიდან რომელიც მიიღეს ევროპის ჩემპიონატის დროს და რაღაც კომფორტის ზონაში მოხვდნენო შენ რას ფიქრობ რატო წავიდა ჩვენი საქმე რეგრესისკენ ვიდრე უფრო პროგრესისკენ როცა ევროპის ჩემპიონატზე ესეთ კარგი სვლა ჰქონდა პირველ რიგში ვფიქრობ რომ ეხლა მანუ ყველა ამაზე საუბრობს რაღაც ნაკრებში ესე ვთქვათ იცვლება ფეხბურთელები ცოტა ცვალებადო მომედის რაღაც დალაგების პროცესში ვართ ევროპის ჩემპიონატი იყო ყველა ძალიან გვიხაროდა ის პერიოდი ყველა ძალიან ემოციებში ვიყავით და ეს ჩვენს დაგვეტყო რა ჩვენც ესე ვიყავით თუნდაც ევროპის ჩემპიონატის მერე თავიდან კარგად დავიწყეთ პირველი ორი თამაში მოვიგეთ და ვფიქრობდით შეიძლება ცოტა მოვდუნდით რა და ეს მოდუნება დაგვეტყო შემდეგ თამაშებში და გამოყვა ჩემი აზრით ვერ მომემზადეთ კარგად, იმიტომ რომ ხა ვფიქრობ ხა რაც ამ სოფლიოს საკვალიფიკაციოზე რა შედეგიც ვაჩვენეთ, ეს ჩვენ დონეს არ შეეფერება და ყველას მეტი გვინდა, შეიძლება ჩვენ თავებთანაც ჩვენს გვეგონა უფრო რაღაც უფრო ზემო ანუ შეიძლება ზედმეტად გვეგონა რომ ზედმეტად მაღლა ვიყავით ეგეც შეიძლება და ანუ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ამაზე უნდა ვისაუბროთ ერთმანეთში განვიხილოთ რომ მოვემზადოთ უფრო კარგად შემდეგი ასე ვთქვათ საკვალიფიკაციო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო იქნება სოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო იქნება ერთა ლიგა იქნება რომ ესეთი შეცდომები არ დავუშვათ როგორც თუნდაც დღეს იყო რა ანუ არ შეიძლება ეს უფრო ალბათ მოდუნებულები ვიყავით თუნდაც დღეს რა გოლებიც მივიღეთ ესეთ შანსს რომ მიცემ ხა გუნდს მე რთულია ხა 2-0-ის მერე დაბრუნდნენ თამაში თან პირობები ცოტა რა თქმა უნდა არ იყო ისეთი სტადიონი კარგი ამას არავინ არ აბრალებს რა თქმა უნდა ბულგარებისაც იგივენაირად იყო როგორც ჩვენთვის და ჩვენ ძალიან განვიცით ამ ყველაფერს ჩვენსაც ძალიან რთულია ჩვენ ძალიან გვტკივა და რაღაც გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით უფრო ძლიერები დაუბრუნდებით და რა თქმა უნდა ეხა გვჭირდება თქვენი გვერდში დგომა ხალხის გვერდში დგომა იმიტომ რომ ვფიქრობ როცა წარმატება უფრო ადვილია რომ გვერდში ედგე თუნდაც ეროვნულ ნაკრებს თუნდაც ადამიანს ნებისმიერ საქმეში რა ჩემი აზრით და როცა ესეთი ასე ვთქვათ გჭირდება რომ გვერდში დადგე ცოტა არ გამოგივა რაღაც ან დამარცხდები ეხა გჭირდება ხალხის გვერდში დგომა და ჩემი გამოჩნდება ეხა ვინ როგორ ანაირად და ჩვენ ამ ყველაფერს ცივი გონებით შევხვდებით
გავაგრძელებთ შრომას ვარჯის, მეჭვი არ მეპარება. კონკრეტულად პირადად მე აუცილებლად გავაგრძელებ და მეჭვი არ მეპარება ბიჭებიც გრძნობენ ამ პასუხისმგებლობას ყველა თითოეული მათგანი და გავაგრძელებენ შრომას და დავბრუნდებით მინიმუმ იმ წარმატებით, რაც მოუტანეთ საქართველოს და იმედია უფრო დიდ წვერვალებს მივაღწევთ რა. ზუკა ესპანეთთან 4-0 წაგებული თამაშის შემდეგ, როცა ფეხბურთელებს ვესაუბრეთ მიქცევაში, კმაყოფილები იყვნენ იმით, რაც მოედანზე ვნახეთო, მონდომების, თუნდაც რაღაც ცდელობების დონეზე და თითქოს ისე ჩანდა, რომ როცა ესეთი კმაყოფილება იყო გუნდში, ფეხბურთელები ცხრიან, ამ სამ დღეში უნდა დაგვეწყვა დღევანდელიდან მოგებების სერია, თუნდაც შემდეგ ამხანაგური თამაშები იქნებოდა. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც სერიოზულად შეიძლება ამ თამაშს ვერ მიუდექით. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება ეს ითქვას, ნებისმიერ რაღაც შეიძლება ითქვას ახლა, რომ სერიოზულად ვერ მიუდექით, კონცენტრაცია გვეკლდა, არ ვიყავით მზად ამ თამაშისთვის, ამ თამაშს ასე ვთქვათ, შეიძლება თვლიდით უბრალოდ თამაშად, იმიტომ რომ არაფერს ეს არ წყვეთ და მოსამზადებლადაც შეიძლება ვერ თვლიდით. იმიტომ რომ ჩემს სამ დღეში გამოხვიდე და ყველაფერი ესე შეცვალო ძალიან რთულია რა და ამას დრო ჭირდება, როგორც იქამდე ევროპის ჩემპიონატის მისვლას დაჭირდა ძალიან დიდი დრო. ამასაც დრო ჭირდება და დიდი იმედი მაქვს, რომ იმ პროფესიონალებს, რაც ჩვენ გვაქვს და იმ შრომით, ისეთ დიდი დრო არ დაჭირდება, როგორც თავიდან დაჭირდა, აი ევროპის ჩემპიონატზე გასვლას დაჭირდა ამდენი ხანი, რომ ოცნებობთ ამ ყველაფერს. ბოლო კითხვა ბოდიში ვიცი არ არის საუკეთესო დრო ამისთვის, ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ხარ, წევრი ხარ. გვერდიდან ასე ჩანს, რომ ის ატმოსფეროზე არ ვიტყვი, იმიტომ რომ არ ვიცი, მაგრამ თითქოს რაღაცა იხალისი ენერგია დაკარგული. რა შეიცვალა, თუ შეიცვალა რამე და რა დაკარგა ნაკრებმა არა მარტო ევროპის ჩემპიონატის მერე, ევროპამდეც სხვანაირად მივდიოდი. ჩემი აზრით მე ვერ დავეთანხმები იმ ადამიანებს, ან ვერავის ვინც მეტყვის, რომ ჩვენთან ატმოსფერო რაღაც შეცვლილია, ასე შემდეგ, იმიტომ რომ ატმოსფერო შეიძლება იმაზე უფრო უკეთესია ვიდრე ევროპის ჩემპიონატამდე იყო და ევროპის ჩემპიონატზე იყო. ეს ამის მიზეზი არ არის და ამ მოსაზრებას მე ვერ დავეთანხმები. ძალიან ასე ვთქვათ, კარგი ატმოსფერო შიგნით ერთმანეთთან მიდგომაში უბრალოდ ეხლა სტადიონზე რომ გამოდიხარ და ერთ გოლს მიიღებ, სიტყვაზე ვიძახე ორ გოლს მიიღებ, ძალიან რთულია რომ იქ ასე ვთქვათ, იმ ატმოსფერო ის შეინარჩუნო, რაც შეიძლება სტადიონის გარეთ გაქვს. სამუშაო აქვს იმაზე, რომ თამაშები უნდა კარგად დავიწყოთ, ძლიერად და ის რაც ქონდა ჩვენ, ის ხელწერა ისევ დავაბრუნოთ ეროვნულ ნაკრებში და ჩემს იმ წარმატებას მივაღწევთ და იმ გზით წავალთ, რომელიცაც ჩვენ გვინდა პირველ რიგში და თქვენ გინდათ ჩვენს მერე. ოქტომბრის თამაშების შემდეგ შენ იყავი ფეხბურთელი, რომელსაც თქვა, რომ ყველაფერი კარგად არის პირად ურთიერთობებში, თუმცა მოედანზე ერთმანეთს ვერ უგებთ. ერთი თვე გავიდა, რომ თქვენ გავფიქრებული იყავით, ფეხბურთელები, რომ რა შეიძლებოდა შეცვლილიყო უკეთესობისკენ, თუმცა აი ამ ერთ თვეში, თუნდაც აი დღევანდელ თამაშში ვიტყვი, რომ იმ ერთ თვეში არაფერი შეცვლა, შენი აზრით რა არის ამის მიზეზი? ძალიან კარგად ცნობთ ერთმანეთს ფეხბურთელები, რომ ესეთი წუნი არ იყოს ხოლმე მოედანზე, რაც დღეს ძალიან ბევრი ნახეთ. რავი რა არის მიზეზი? მიზეზებს ვეძებთ ზოგადად ჩვენც და ჩვენც გვინდა გამოვასწოროთ. ძნელია თქვა რა არის მიზეზი, იმიტომ რომ დავიმსახურეთ წაგება, თვლი და არ არის საკმარისი რა, რასაც ვაკეთებთ რა მოედანზე, არ არის საკმარისი ხარისხი. გამოსავალი რა ვიცი რა, ვიმუშავებთ და იმედია გამოვასწოროთ. კიდე თამაშის შემდეგ ძალიან დიდ ხნით საუბარი ხმა თქომაგებთან, რა გითხრეს? შეიძლება რაღაც კონკრეტული დეტალები გაგვანდო. ქომაგებს რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა. ხედავთ, რომ ბულგარეთის ნაკრები როგორც არის ტრიბუნაზე თამაშობს და ჩვენ შემთხვევაში შეიძლება ქართული გულშემატკივარი უფრო მეტი იყოს და ჩვენი მხრიდან მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ ყოველ რთულ პერიოდში, განსაკუთრებით რომელიც ახლა გვაქვს, გვერდში გვიდგან და ჩვენს გვერდით არიან და ითვალისწინებენ ყველაფერს, რა შეიძლება არც გვეკუთვნის, რომ ესე გულშემატკივრობდნენ, ესე გვერდში გვედგნენ
მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველთვის ჩვენთან არიან, გასულ შეხვედრებშიც, სახლის თამაშებზე რა თქმა უნდა განსაკუთრებით და ძალიან დიდი მადლობა მათ. შენ ახალ ერთ-ერთი ფეხბურთელთან ხარ, ვინც ახალწეულია ნაკრებში ბოლო თვეებში, რამდენად რთული ეს რთულ პერიოდში შემოუერთდა იმ გუნდს, აი რა ხდება შინით, ახალწეულის თვალით დანახული საქართველოს ნაკრების ატმოსფერო როგორი? ატმოსფეროზე ვიტყვი რომ ყოველთვის კარგი არის ნაკრებში. როგორც კიდევ თქვა, ბევრი ახალწეული ვართ და ეს ახალწეულების და გამოცდილი ფეხბურთელების შერწყმა რას ვფიქრობ რომ მომავალში დაგვეხმარება. რაც შეეხება ატმოსფეროს, ყოველთვის კარგი არის საქართველოს ნაკრებში, თუმცა ეს ციკლი ისე არ დასრულებულა როგორც ჩვენ გვსურდა, რაც სამწუხარო არის, თუმცა დამთავრდა ეს ციკლი და უკვე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალში უფრო მაღალ საფეხბურთზე ავიდეთ, რაც მანამდე გააკეთა საქართველოს ნაკრებმა და მარტიდან უკვე დავიწყებთ რაღაც ახლის შენებას. ესეც ასე მეგობრებო, ჩვენი წლის ბოლოს ანაკრებოლოგი დასრულებულია. სამწუხაროდ მარცხით ბულგარეთში შოკის უნგრელია ის საშინელი თამაში, რომელიც დღესაც ჩვენ ესპანეთთან მე არ ვიტყვით, სოფლიო საუკეთესო გუნდია. დღეს რაც ვნახეთ, იყო საშინელება, თვითონ ბულგარელ ჟურნალისტებს უკვირდათ ორი გოლი რო გაიტანეს. მოკლედ, ესოც ამ ვიდეოს დებ, წერ ახალ ვიდეოს, ის თქმაც მინდა ჩვენს ბოლოდროინდელ თამაშებთან დაკავშირებით და დამიწერეთ კომენტარებში რა თემებზე ისურვებდით ჩემგან საუბარს. ეს იქნება მწვრთნელზე, ეს იქნება მარცხენა მცველზე, თავდამსხმელზე, ატმოსფეროზე თუ რა ვიცი. კომენტარებში ვდებით თქვენგან რა თემაზე გინდათ მოისმინოთ ჩემგან იმ ვიდეოში, რომელიც ხვალ დაიდება. გთხოვთ გამოიჭეროთ ჩვენი არქივი, ვისაც ეს აქამდე გაკეთებული აქვს, იმიტომ რომ არ გამოგჭირთ შემდეგი ვიდეოები, გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეო და რა თქმა უნდა ველოდებით თქვენგან კომენტარებს. დილით ეს ვიდეო დაიდება და შემდეგ უკვე სანამ კომენტარები იქნება, ახალ ვიდეოს ჩაწერასაც დავიწყებ. მოკლედ მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. ეს მომავალ შეხვედრა იქნება ერთ დღეში.